1919 წელს 23 წლის ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობამ პარიზში გაგზავნა ავიაციის ინჟინერიის შესასწავლად. 1921 წელს საქართველოში განვითარებული მოვლენების შემდეგ მან უარი განაცხადა ბოლშევიკურ სახელმწიფოში დაბრუნებაზე და ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ის ამერიკის ავიაციის ერთ-ერთ ფუძემდებლად იქცა და მის სახელს უკავშირდება 14 ლეგენდარული ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი. პრეზიდენტი რუზველტი და ამერიკის სხვადასხვა მედია საშუალებები მას ყოველთვის გენიოსად მოიხსენიებდნენ. მისმა თვითმფრინავებმა უდიდესი წვლილი შეიტანეს მეორე მსოფლიო ომის კორეისა და ვიეტნამის ომებში საბრძოლო ოპერაციებში. იგი იყო ატომური კომიტეტისა და მთვარის პროექტის საპატიო წევრი. მისი ბოლო შედევრია ლეგენდარული A10, რომელიც დღემდე მონაწილეობას იღებს ამერიკის შეერთებული შტატებისა და ნატოს სამხედრო ოპერაციებში. ალექსანდრე ქართველიშვილი, ლეგენდარული ქართველი ამერიკელი.